მოგესალმებით. ვაგრძელებთ ვიდეო ლექციების ციკლს ანტიკური ფილოსოფიის ისტორიის კურსის ფარგლებში. დღევანდელი ჩვენი სალექციო თემა აგრძელებს პლატონის ფილოსოფიას და კონკრეტიზირდება პლატონის ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი დიალოგის ნადიმის სახით. დიალოგი ნადიმი უნიშნელოვანესი არის იმით, რომ აქ სიყვარულის იდეის საფუძველზე განიხილება საკითხი პლატონისეული ფილოსოფიის ცნების შესახებ. თავიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ დიალოგის გარეგნული ფორმა საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ისეთ საკითხებზე პლატონის ფილოსოფიაში, როგორიცაა ეულეგეინ და ალეთელეგეინ ერთის მხრივ და მაკროლოგია და დიალეგესთაი მეორეს მხრივ. ამ ცნებებს ჩვენ გავშლით ცოტა მოგვიანებით, ასე რომ არ შეგაშინოთ ამ ძველმა ბერძნულმა გამონათქვამებმა. ეს გახლავთ ორი ფორმა ანტაგონიზმისა, რომელიც საკმაოდ ნათლად იშლება პლატონის დიალოგში ნადიმი და სწორედ ეს ფორმა ანტაგონიზმისა წარმოადგენს პლატონის ფილოსოფიის გასაღებს, ასე ვთქვათ, მის ამოსავალ წერტილს, რადგან აქ იკვეთება უმნიშვნელოვანესი, აი ამ ანტაგონიზმის საშუალებით იკვეთება უმნიშვნელოვანესი აზრი დიალოგში, რომ ფილოსოფოსობა და დიალოგი პლატონთან ერთმანეთს უდრის, რომ ფილოსოფოსობა სწორედ რომ სიყვარულის ღმერთის, ანუ ეროსის პრიორიტეტია. სანამ უშუალოდ პლატონის დიალოგის გარეგნული ფორმის მომაწესრიგებელ ელემენტებს განსაზღვრავდეთ, ორიოდე სიტყვით სიყვარულის იდეისადმი მიძღვნილი დიალოგი განვიხილოთ, ანუ ნადიმზეა საუბარი. აგათონის სახლში იმართება ნადიმი, სადაც ათენის გამოჩენილი მოქალაქეები ტრაგედიების დღესასწაულზე აგათონის გამარჯვებას ზეიმობენ. ისინი გადაწყვეტენ, რომ მოკლე დისკუსიის შემდეგ გადაწყვეტენ, რომ საღამო ფილოსოფიურ საუბარში გაატარონ, ნაკლები დალიონ და ისაუბრონ ეროსზე, ანუ სიყვარულის ღმერთზე. დიალოგის პირველ ნაწილში ეროსის შესახებ სახოტბო სიტყვები წარმოსთქვეს ფედროსმა, პავსანიამ, ერიქსიმახოსმა, არისტოფანემ, აგათონმა და სოკრატემ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ნადიმში სოკრატეს ჯერი დადგება, რომ აქოს ეროსი, იკვეთება ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი პლატონის ფილოსოფიისათვის. კერძოდ, სოკრატეს უნდა რომ ჭეშმარიტება გვამცნოს ეროსის შესახებ, რადგან ის ამბობს, რომ აქამდე მხოლოდ ლამაზი სიტყვები მოვისმინეო და ძალზედ ცოტა ჭეშმარიტება. ანუ სოკრატე რაღაც გარკვეულწილად იწუნებს მის წინ გამომსვლელთა სახოტბო სიტყვებს და ამბობს, რომ მათ მხოლოდ აქეს ეროსი, ანუ არ დაიშურვეს საქებარი სიტყვები და რაღაც ჭეშმარიტება ძალიან ცოტა ილაპარაკესო. პლატონის მოწაფე აქ მკაფიოდ მიგვანიშნებს, რომ ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობისას აქცენტი უნდა გაკეთდეს არა აქციდენტალურ მნიშვნელობებზე, არამედ ესენციალურზე და ეს უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, თუ ჩვენ გვინდა, რომ პრობლემას მის მთლიანობაში ჩავწვდეთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოკრატეს მიერ პავსანიას, ერიქსიმახოსის და სხვათა წარმოთქმული სიტყვები უარიყოფა. არა, არავითარ შემთხვევაში, რადგან სოკრატე სწორედ ის ადამიანი არის, რომელიც აი ამ საქებარ სიტყვებს გადაანაწილებს ისე, რომ არ ირღვევა ერთი მთლიანი სტრუქტურა, ანუ არ ირღვევა ამ სტრუქტურის მთლიანობის პრინციპი. აი ამ ახლა ჩვენ უფრო დაწროლებით ნახავთ, რაში მდგომარეობს ეროსის, ანუ სიყვარულის ღმერთის სახოტბო სიტყვების ერთი მთლიანი სტრუქტურა. უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, ჩვენ მსჯელობთ მართალია საკითხის რიტორიკულ განხილვაზე,
მაგრამ ეს საკითხი, როგორც სხვა დანარჩენი პლატონის ფილოსოფიაში, ასე ადვილად არ წყდება. ეს ასე ადვილად არ მოგშორდება. რიტორიკული მხარე პირველ რიგში სიყვარულის ღმერთს წარმოგვიდგენს როგორც მეორეულ იდეას, როგორც შუალედურ ღმერთს, რომელიც სამყაროში ჰარმონიის დამკვიდრებას გარანტირებს. იგი სამყაროში გამოვლინდება როგორც კეთილის საქმე, ის არის მიბაძვის ღირსი, ის სამყაროში ვლინდება როგორც მშვენიერება, რომელსაც ესწრაფვიან და რომელიც მხოლოდ გზნობად მიდრეკილებითი კი არ არის, არამედ თავად მშვენიერების სიყვარულია. აი ამ მსგავსი რიტორიკული გამოსვლების შემდეგ იწყება სოკრატეს როგორც ჭეშმარიტების მოყვარულის გამოსვლა, რომელიც თავიდან მხოლოდ მოცემულ წარმოთქმულ საკითხთა დახვეწასა და გაშლას ისახავს მიზნად, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვევა, მას უფრო დიდი მისია აკისრია, ანუ მას უფრო დიდი ჩანაფიქრი აქვს. კერძოდ სოკრატეს მიზანი არის გვაჩვენოს ეროსის სიყვარულის ღმერთის ნამდვილი არსი, მისი ნამდვილი ბუნება, რომელიც ყველა დადებით ატრიბუტს მოიცავს თავის თავში, რადგან ის არის უმაღლესი იდეა ერთდროულად მომცველი ეპისტემოლოგიური, ეთიკური, ესთეტიკური მხარეებისა. დასკვნისთვის უნდა ვთქვათ, რომ აი ასე მოხდა შემოbrunება დიალოგში, ნადიმში, სოფისტურ რიტორიკული თემის განხილვიდან ფილოსოფიურ განხილვაზე. ანუ თავიდან განიხილებოდა, საკითხი განიხილებოდა სოფისტურ რიტორიკულად, რასაც ნადიმში აჩვენებს პავსანიას, ერიქსიმახოსის და სხვათა მიერ წარმოთქმული სახოტბო სიტყვები და შემდეგ უნდა შემოვბრუნდეთ თემის ფილოსოფიურ განხილვაზე, რომელსაც წარმოგვიდგენს სოკრატე და ანუ მისი საუბარი მანტინელ წმინდა ქალთან. ანუ აი ეს დიალოგში ამ დიალოგში ხო აი ეს მაკროლოგიისა და დიალეგესთაის შორის ანტაგონიზმი პირდაპირი სახით არ თემატიზირდება. ეს ანტაგონიზმი აქ წანამძღვრად არის მოცემული. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, აქ ეს ანტაგონიზმი აქ რაღაცა გათამაშდება კიდეც, რაღაც გარკვეული დაწინასწარ დაწერილი სცენარივით და აი ამ ინსცენირებას მიეკუთვნება ის, რომ პირველი სოკრატე ღიად არაცხადებს, რომ არ სურს ან არ შეუძლია ეროსის შესახებ სახოტბო სიტყვის თქმა. მეორე ის, რომ ის ცდილობს აგათონის საუბარში ჩათრევას, საუბარში გამოწვევას მანამ სანამ მისი რიგით გათვალისწინებული დრო მოვა. მესამე არის ის, რომ სოკრატე თითქოს რაღაც მოჩვენებითად სთხოვს აგათონს ნებართვას, სანამ საბოლოო სიტყვას წარმოსთქვამდეს ეროსის შესახებ, რამოდენიმე კითხვას დაუსვას მას. ანუ სინამდვილეში მას სულ არ სჭირდება ეს ნებართვა, ხო? მაგრამ აი თითქოს რაღაცნაირად მოჩვენებითად ითხოვს წინასწარ ამ მსმენელთაგან ამ ნებართვას და ბოლოს საბოლოო სიტყვას სიყვარულის შესახებ თავად სოკრატე კი არ წარმოსთქვამს, არამედ ის გადმოგცემს საუბარს მასსა და დიოტიმას შორის და აი ამ საუბარში, სადაც ხანგრძლივი მონოლოგები არის, ლაპარაკობს ისევ და ისევ დიოტიმა და არა სოკრატე. ანუ სოკრატე ფაქტიურად თითქმის არ ჩანს, მხოლოდ რაღაც გარკვეულ მონაკვეთებში შეგვიძლია დავინახოთ და ასე ვთქვათ, ჩავეჭიდოთ მის მიერ წარმოთქმულ ფრაზებს. აი ამის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ პლატონისათვის დიალეგესთაი, ანუ დიალოგი, ფილოსოფოსობის მხოლოდ გარეგნული ფორმა კი არ არის, არამედ ეს არის მის მიერ ფილოსოფოსობის ინტეგრაციულ მომენტად მიჩნეული. ანუ დიალოგი და დიალეგესთაი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ფილოსოფოსობისათვის. უფრო მეტიც, პლატონისათვის დიალეგესთაი, ანუ დიალოგი და ფილოსოფია
ერთმანეთს უდრის. ეს არის პირველი ანტაგონიზმი, ამით ვასრულებ ჩვენ პირველი ანტაგონიზმის განხილვას, რომელიც წარმოდგენილი იყო მაკროლოგიისა და დიალეგესთაის შეპირისპირების ფორმით. ანუ მაკროლოგიას განეკუთვნება სოკრატემდე გამომსვლელთა სახოტბო სიტყვები და დიალეგესთაის წარმოგვიდგენს თავად სოკრატე. ანუ და სწორედ ეს ანტაგონიზმი იკვეთება მას შემდეგ, რაც დიალოგში გამოჩნდება თემის სოფისტურ რიტორიკულიდან ფილოსოფიურ განხილვაზე შემოbrunების ცდელობა.